სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა თქვენო აღმატებულებაო ბატონო პრემიერ-მინისტრო ყოვლად სამღვდელონო მღვდელმთავარნო პატიოსანო მამანო დედანო ძვირფასო ძმებო და დებო გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს დღეს წმინდა ეკლესია აღნიშნავს სული წმინდის დღეს და ასევე წმინდა მოციქულთა სწორ ნინოს შემობრძანებას საქართველოში სული წმინდის დღე რომელიც დღეს აღენიშნება ჭიდროთ უკავშირდება გუშინდელ დღესასწაულს სულთმოფენობას რომელიც ჩვენ ვიზეიმეთ სული წმინდა ღმერთის წმენა უდიდეს სიხარულს გვფენს ჩვენ მორწმუნეთა გულებს რადგან სული წმინდის რწმენასთან დაკავშირებულია ყველაზე მთავარი ქრისტიანული სასოება და მოლოდინები როგორც ამბობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე სული წმინდის მოვლენების გამო დაითმინა მან საშინელი ტანჯვა და სიკვდილი ამას ნიშნავს მისი სიტყვები რომ უმჯობესია თქვენთვის რომ მე წავიდე რადგან თუ მე არ წავალ ნუ გეშინის მცემელი ვერ მოვა თქვენთან ხოლო თუ წავალ მე მოგივლენთ მას და აი სულთმოფენობის შემდეგ აღსრულდა ეს მისი აღნათქვამი და ამიერიდან საფუძველი დაედო დედამიწაზე ქრისტეს ეკლესიას რომელშიც მოქმედებს და სუფევს სული წმინდის მადლი გილოცავთ ამ დღესასწაულს და როგორც გვასწავლიან წმინდა მამები სული წმინდის მადლის მოხვეჭა უნდა იყოს მთავარი მიზანი ქრისტიანის ცხოვრების რამე თუ სწორედ ამაში მდგომარეობს სულის ცხონება რომ უფალ სათნო ვეყოთ სული წმინდის მადლის მოხვეჭით რადგან მხოლოდ სული წმინდის მიერ შეიძლება გაიხსნას ჩვენში სასუფეველი ღვთისა რომელზეც ბრძანებს უფალი იესო ქრისტე რომ სასუფეველი ღვთისა თქვენშია და რომ უნდა ვეძიოთ პირველად სასუფეველი ღვთისა აი ამიტომ აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენთვის სული წმინდის რწმენას და დღეს ძვირფასო ძმებო და დებო არ არის შემთხვევითი რომ წლევანდელ საიუბილეო წელს სული წმინდის დღის დღესასწაული დაემთხვა წმინდა ნინოს შემობრძანებას საქართველოში ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა რომ მოციქულ ანდრია პირველწოდებულის მსგავსად მოციქულ სიმონ კანანელის მსგავსად და სხვა მოციქულების მსგავსად რომლებმაც ჩვენ მიწა-წყალზე იქადაგეს წმინდა ნინოც იყო გამტკიცებული და ახსილი იმავე სული წმინდის ძალით და მადლით და ძალით მოაქცია მან ჩვენი ერი ქრისტეს სარწმუნოებაზე წმინდა ნინოსადმი მიძღვნილ ლოცვებში და საგალობლებში წმინდა ეკლესია მას უწოდებს დედისა ღვთისა საკუთარ მოწაფეს და ეს ჭეშმარიტად ასეა რადგან ისევე როგორც წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული ყოველდღე წმინდა ღვთისმშობელმა მიანდო წმინდა ნინოს საქართველოს მოქცევა და ქრისტეს ჭეშმარიტებაზე ქრისტეს ნათლით განათლება მიანდო აი ამ ნორჩ ქალწულს ნორჩ ყმაწვილ ქალს ეს უდიდესი მისია რითიც გამოვლინდა დედა ღვთისმშობლის დედობრივი განსაკუთრებული ზრუნვა თავის წილხვედრ ქვეყანაზე საქართველოზე და აი 1700 წელი გავიდა მას შემდეგ რაც წმინდა ნინოს სიტყვით მოქცეულმა ქართველმა ერმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა
ეს არ იყო მხოლოდ ისტორიული თარიღი და მოვლენა, არამედ ამ მოვლენამ განსაზღვრა მთელი ჩვენი ერის შემდგომი ცხოვრება. წარმოშვა უამრავი დიდი ადამიანი, დიდი მოღვაწე და წმინდანი. ამ მოვლენამ აგვაშენებინა ჩვენ საოცარი ტაძრები და მონასტრები. შეგვაქმნევინა უნიკალური თვითმყოფადი ქრისტიანული კულტურა და ამ რწმენამ ჩამოაყალიბა ჩვენი თვითმყოფადი ეროვნული სარწმუნოებრივი იდენტობა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ შესანიშნავ დღეს. ძალიან ამაღელვებელია აქ ყოფნა ფარავნის ტბასთან, ჯავახეთის აი ამ მადლიან მიწაზე, საიდანაც დაიწყო ის დიდი გზა, სულიერი გზა, რომელმაც საბოლოოდ მიიყვანა ქართველი ერი სრულიად საქართველო გაქრისტიანებამდე და ქრისტეს ჭეშმარიტებაზე გზით სვლამდე შეუქცევადად. და როგორც მოგეხსენება თქვენ, უკვე მრავალი წელია ყოველ ამ დღეს 1 ივნისს მორწმუნეები იწყებენ მსვლელობას წმინდა ნინოს გზაზე, რითიც გამოხატავენ მისდამი დიდ პატივისცემას და ამყარებენ ერთგვარ ისტორიულ კავშირს მის ღვაწლთან, მის პიროვნებასთან. მე მინდა დღეს დავლოცავ ყოველი მონაწილე წმინდა ნინოს გზისა, სასულიერო პირები თუ საერო პირები ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. მე მინდა დღეს განსაკუთრებით დავლოცო ის სამღვდელო დასი და სამონაზნო დასი, რომელიც მოღვაწეობს ჯავახეთის წმინდა მიწაზე, თავისი ღვაწლით მართლმადიდებლობის, ქართული ენის, ჩვენი ტრადიციების და ღირსების სადარაჯოზე დგანან. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ და მოგცეთ ძალა, რომ კლავაც გააგრძელოთ ესეთი ღირსეული და ერთგული მსახურება ერისა და ეკლესიისა. კიდევ ერთხელ გილოცავ ძვირფასო ძმებო და დებო, დღევანდელ დღესასწაულს ვევედროთ წმინდა ნინოს დაგლოცოს, დაიფაროს ჩვენი სამშობლო საქართველო დედა ღვთისმშობლის მეოხებით და წმინდა ნინოს ლოცვით. ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს, გაამთლიანოს სრულიად საქართველო. მადლი სულისა წმინდისა იყავთ თქვენ ყოველთა თანა და საქართველოსთან. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი.